ფონოგრამა. დავაი. არა და გამარჯობა ხალხო, ის ძმა არის 4XL-ი, ეს არის 3XL-ი, მე ვიბრძოლე რომ გამხდარიყავი 4XL-ი. ლაპარაკის გარეშე ბიჭებმა გადავწყვიტეთ ფუტბოლზე წასვლა ესპანეთში. კაცმა არ იცი შევალ თუ არა, მართლა, აზე არ ვარ. მაგრამ ვიცდებით რომ შევიდეთ. მეტისი ბარსელონაზე, ბარსელონა აინტრახტზე და რაც თავს გადაგხვდება ქალაქ სევილიას და ბარსელონაში. მე მგონი უკრავენ დათო, ხო? საკავი შენი ყალეთიცი. ეს ბორდოს ღვინო და რაღაცები არის ყველაზე დიდი ბორდო. ყველაფერი მოგიყვეთ, გაჩვენეთ. თან შეგვიძლია რომ ბევრს შევჭამთ გემრიელად, ვიცდებით რომ ბევრი დავლიოთ კიდევ უფრო გემრიელად. ამისატვე ჩაი მე გავხდები. ბატონი დავით იქნება ყველაფერზე. რასაკვირველი ბატონი ნიკოლოზი მე მენეჯმენტის საკითხებში გამოვიდი ძლიერი და სამი მეგობარი მივდივართ. იდეალურად მეგობარი მართლა. სამი მეგობარი ვინ დაწერა გახსოვს შენ? სამი მეგობარი მივდივართ, კაია. ჩემი გისმენთ ნიკა? ჯუმბურამ ილოცოს რომ ბეტისის მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ლიმონათი და ღვინო არ გატყდეს ჩემჩემთაში. პრასი და კიტრიც ხომ არ ჩაუდებს შემთხვევით? ტყემალი. ტყემალი. აბა ლავაში მე მოქვს და ეს არის დავით გაბელაშვილი მეგობრებო. ერთი წუთი დავით თქვენის თემბართვით. ჩვენ ხსავ მიკროფონი ხო გვაქვს ეგრე გადაწოდება არა, კი, უბრალოდ ეს მინდა რომ ექშენის კადრები და აი ეს ექშენ პროს ნახე. შემოჭყონია შენი პოტენციალი. შენი კადრები არის თუ? არ ნახე, ექშენ არ ნახე. არა, ეს კარგია, მაგრამ ნახე. ბიჭო დავით აქ ახალი განაცემა ცხოვრებაში. არა, ნახე აქ ნახდება ექშენ. გამარჯობა მეგობრებო, არც უკვე თვითმფრინავიდან. როგორც იცით, თუ არ იცით, მოკლედ ფრენის მეშინია და აი ჩემს ჩარჯმა საფრენის დროს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. შენი აზრით მამა ფლექს უსმენს? არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ტიმატის უსმენს. ეცა? We recommend you reach the safety card. ხორებს ეგ. ძალიან ცეკვავდა შეეული. ჩემს მეგობარზე, რომელსაც მეორედ როდი შემინდა. ხალხო მე არანაირად, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს 60 კილო მომატებული. პირველად რო იკითხა დამაგრძელებელი მომიტა და მეგონა რომ დენის დამაგრძელებელს იტყოდა და ძმა ვაფშე სხვა თურმე პრემის დამაგრძელებელს. აუხსნელი არის. როგორ შუ ჩამოვედით სევილიაში და ნაირი ღრუბელი დაგხვდა. კი ნაღამდე ვიღუპეთ. მოგესალმებით მეგობრებო, ქალაქ სევილიადან. სევილიას მნიშვნელობა ჯოკი იმაზე მეტია და დიდი ვიდრე ხალხს არ მოუდგენია და აკრინებს რა. მე ზოგადად როგორ არ ხოლმე იცი რომ წიგნს რო წავიკითხავ, მალე მავიწყდება და შეგრძნებები მახსოვს ხოლმე რა. ზოგადად და ეხლა გეტყვი რაღაცას. სუხის ვაკითხებოდი რომ გამოვედი აეროპორტიდან, მეთქი დიდი ინკვიზიტორი ხო, სევილიაში თამაშდება და ხდება ეგ სცენა დოსტოევსკის. ხო და კარგი რომ არ შევსდი. და ისე დალაკი თუ გეგულებათ აქ მე მჭირდება. უშუალოდ სევილიელი დალაკი. ჩემი აზრით ნიკოლოზ არა, ანდალუსელი არ გამო. ნიკოლოზ ძალიან მეთქვი. ნიაკია. ყველაზე ნეიტივ ესპანური ქალაქი. ბიჭო მაგას მე მოგახსენებ და როგორც ქუჩებში გაევლე მიხვდები? ხვალ მოგახსენებ რა. ანუ მანქანა ვერ ეტევა ისე რომ ბარდიურს არ გაედოს. ქუჩებში. იმენად წვილია, სევილი. თავარი ამბავი არის რომ და იმდან ლამაზი. ჩამოვედით კულტურული მნიშვნელობით განსაკუთრებულ ქალაქში, სადაც არაბული და ევროპული კულტურა დათო გაერთიანებულია, სადაც აქვთ ელ გრან დერბი აქ ამ ქალაქს, ხალხო ერთ-ერთი გამორჩეული დერბი გადაჭარბების გარეშე ევროპაში და ჩვენ მძღოლს რო ვკითხეთ ჩაჯდომისას თუ ვისი გულშემატკივარია, თქვა რომ მე კარგი ადამიანი ვარ. შესაბამისად სხვა ვარიანტი არ არსებობს, რა თქმა უნდა ბეტისის ხომაგი ვარ ხო და ჩვენ დღეს ბეტისის ხომაგებსაც გავისაუბრებით, იმედია არა მხოლოდ ხომაგებს, იმედია ლეგენდებსაც. და მოკლედ ყველაფერს ნაბიჯ მოგიყვებით. Ahora, llegado en Sevilla, esta es muy guapísima. Aro ეს ქალაქი არის, aro გაახედე, გამოახედე. ანუ პორტოხლებში უნდა გავიღვიძო ხო დილას. მე და ტაფსონა ღამე რო ვინებიურებთ, აი მასე უნდა გამოვიდე მოსაწევად და მოსაწევად რო წამიშავოს რა ოჯახში არ იციან.
ამიგო? ძალიან აგრეო მეგობარი მყავდაო საქართველოსგან. პარხო? წინაო? საინტერესო დაკვირვებას გეტყვით. რამდენადაც მე ქალაქ სევილიელებთან მომიწია შეხება თბილისში. ამ ხალხს მაინც ბეტისი უფრო უყვარს, იმიტომ რომ ბეტისი არის მშრომელთა, როგორც ცოტა უფრო ღარიბთა, ნახე? ხო, როგორც ბოკა ხუნიორსი. ზუსტად მასშტაბი რო შევამციროთ, დავით. ბოკა რივერია? ბოკა აქ ბეტისია? თან სევილია უფრო მყვილა და უფრო გლამურული ამ ევროპული ნახე, არის ერთი პრობლემა. ჩვენმა ძმამ როგორც ერთი პრობლემა არის. ბეტის რეალი ქვია. იმიტომ რომ კარგი ადამიანი. ნახე, ერთი პრობლემა, ბეტის რეალი ქვია და სამეფო ნიშანი ადგას თავზე რაც უკვე სიღარიბეს უკარგავს და ეს მუშაობს ესე. დედოფალი არა, რეალი არ ნიშნავს მარტო მადრიდის რეალს. სამეფო ანიჭებს სტატუს გუნდს, სამეფო სტატუსს და ეწერება რეალი. და ეს არის ძალიან ძნელი მოსაპოვებელი. ამიტომ თქვათ ღარიბების გუნდს უნდა არქმევი ხარო. Buena. Which point of view power? აბსოლუტურ საგიჟეთში მოვედით. ბეტისის გულშემატკივრები ემზადებიან ესპანეთის ყველაზე დიდ გუნდთან რეალთან ერთად, რა თქმა უნდა, სათამაშოდ და განწყობა აქვს. ანდალუსიელებს ფანტასტიკური, უბრალოდ რა ურადახმაური იქნება, რომ ნახოთ, აბსოლუტური საგიჟეთია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თამაში იქნება სანახაობრივი და თან რა თქმა უნდა ბარსელონას გამარჯვებით დასრულდება. ბეტისის კომაგებში არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც ბარსას ფორმა აცვია და ერთად დგანან და აგინებენ სევილიას. ანუ არა ის რომ პრობლემა იყოს ბეტისის კომაგებისთვის, რომ ვიღაცა ბარსას კომაგობს. საკითხი მდგომარეობს იმაში, ვინ უფრო კარგად აგინებს სევილიას. და დავით დღეს ბარსა რა ფორმითაც ითამაშებს, მაგ ფორმით ამ სეზონში ითამაშა ლა ლიგაში ერთხელ. სევილიას და წააგო 4-1. ლევანდოვსკის გაფიჭებული. ჩემი აზრით ისტორია გამეორდება და აქ ბეტისის ფანებთან ერთად შენი ზეიმე. ეს ტაქტიკა ჩემთვის გასაგებია. და აბილიტა Abeleta, va Vinicius, vino para Benzema. Just try to guess score. Yo digo que el Barça gana 3-1. ¿A tú? 1-3 para el Barça. Perfect, gracias. Which team do you hate the most? Real Madrid or Barcelona? The same. Same? Yes. Okay, and what do you think the score of the game today? I hope that Betis can win, so I would say 2-0. Okay, perfect. Thank you guys. Gracias. Thank you very much. და არის გზნობა ის, რომ საკუთარ სახლში, საკუთარ კედლებში არ თამაშობენ. კი, გასაგებია, რომ ეხლა ლაკარტუხა ბოლომდე იმსახურება ბეტის, მაგრამ თითქოს საერთოდ არ არის არანაირი ხო, დამოკიდესი. ნუ ბენიტო ვილამარინის ატმოსფერო შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ ეს ხალხი არაფერს არ აკლებს, რასაც ხედავ და აბსოლუტური საგიჟეთია. რაც მთავარია, საფეხბურთო ზეიმი და განწყობა არ იწყება აქ არც ერთი და არც 2 საათით ადრე матч-day-ის საჭმელი წერტილები რამდენი აქვს თხოვ რომ матч-day-იმდე მოკლედ დილიდან მოკლედ მთელი ქალაქი ჩართულია იმ ამბავში და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ ბარსან რეალი ჩამოდის. მაგრამ კარგი ამბავი ის არის რომ ჯანსაღი ურთიერთობა ბარსას და ბეტისის კომაგებს შორის რასაც ხედავთ და როგორც ერთმანეთთან რეალი უფრო ეზიზღებათ აშკარად ვისაც ვკითხე ყველამ ისე როგორც უნდა იყოს რეალურად ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა საუკეთესო ყველას ეზიზღება და კი სტადიონიდან ნახავთ ვინ არის საუკეთესო და ვინ რას წარმოადგენს ჩემი აზრით. ამაზე დიდებული შეცდება შემადგენლობის ალბათ არაფერია. ყველა დავიწუნეთ ის ფაქტი მე და თავიდან ოლიმპიური სტადიონი იყო, მაგრამ აქ მოხდა ის, რაც ყველა ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაკეთდეს, ალბათ აი ეს რიგები, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის დამატებული და შევსებულია ის სივრცე დამატებითი ადგილებით. არაფერი დაეწუნება კარტუხას, ჩემი აზრით, ცოტა საფარი გამოიყურება, ცოტა ერთი ეს რაც არის, ამას ბიჭებიც ცალკე იტყვიან ალბათ თავის ბლოგში.
მატჩის დაწყებამდე სულ რაღაც 15 წუთი არის დარჩენილი. საოცარი ატმოსფეროა და საოცარი სტადიონი ყოფილა ზონა და ლაკარტუხა. კაფსო. სულ ცოტა დრო რჩება მატჩის დაწყებამდე და მითხარი ამიღწერეს ყველაფერი რაც ახლა ხდება ლაკარტუხა. ბეტისის გულშემატკივარი. ბეტისის გულშემატკივარი ვარ. მართლა. რას გაიგებდი იმისთვის რომ წელიწადში 4-ჯერ ეს ხდებოდეს თბილისშიც. წლებში თუ ლარებში. რა, შენ დაასახელე. ჩემ ყველათ მის ღერს გავიღებდი რას დარჩენილი. ძალიან გულუხვი იყავი. მადლობა, აბა რა უკრავი ხარ. სოფიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ლამინი ამალია თუ პედრი ამას ჩამოყალიბდი? პედრი. მეორე? ლამინი ამალი. ბაპე? მესამე. ანუ პედრი ჯობია? კაი, ხუმრობ ეხა ხო იცი რომ ბაპე მაშინ სოფიოს საუკეთესო. აღიარება მიყვარს ხოლმე, ხო იცი? როდის არ მიღიარებია რა უსინდისო. ლიგაში სულ თამაშა ერთი. ამ ქალაქში თამაშა. ხელი რა. არა, აწრილია ბარსელონა მე და აშკარად. ძალიან. ეს კატასტროფული დასაწყისია უბრალოდ ამას არ მოველოდი და იმდენად გული მაქვს გატეხილი რომ დასაწყისშივე ესეც საშინელება დაემართა ამ გულს. რა არის ეს რით არის გამოწვეული? მალდე ვეღარდგება. მალდე ვეღარდგება. ეს კარგია თუ ცუდი? არა. აბა? აბა? დათო რაღაცა თხოვნა კატალონიიდან დაარეკეს. მოემზადოსო და მზად ხარ? მოდიში. დაკე. გარსია. უკან დაუტოვოთ. პედრი? რიკოშეტი. ეს დასასრულია. განამოს დოდოს. ოპა, აქ ერთი ფოტო მინდა რა დათო. უმბურამ ილოცოს რომ ბეტისის მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ლიმონათი და ღვინო არ გატყდეს შემჩამთაში. Smell of the peach. We have 3 pitch. Okay. Only for the first team. Only for the ოცნება ალბათ first team. ეს. სამი მოედანი გვაქვს, სამივე ყველა არის პირველი გუნდისთვის, თავარი გუნდისთვის. უშინდელი მარცხის მერე პირველი გუნდი იშვენებს, რა თქმა უნდა. დავით, ესეც ალბათ რაღაც ადმინისტრაციული ოფისი არის. იქნებს პელეგრინის ჟაკეტი. კლუბების ლეგენდები დაფორმებული. აი აგზის ლეგენდარული ჩილელი მწვრთნელი. ვინა? ლეგენდარული ჩილელი მწვრთნელი. პელეგრინი. მანუ პელეგრინი ზის აქ. პელეგრინის ოფისი. და იქ რაღაც აქ დახაზული და ხომ მოუპაროთ ტაქტიკები. აი იქაც ახლა რაღაც. აქ ქართველი ვიპოვე მეგობრებო, მინდა გითხრათ. გამარჯობა გიორგი. მამარდაშვილი. გამარჯობა გიორგი. თასისფინალი. Miranda's decisive penalty in the final of Copa del Rey. I commentated this game. მოდი რა თავისი მოწნაური წვენით ჩემი ფავორიტი ფანტასტიკო მინდა რომ გადაიღო რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი მაგრა უყურს ბეტისი და იძახის კარიერას არ დაუმთავრებს, სანამ ამათ ერთად ტიტულს არ მოვიგო. No isco, no disco. თვითონაც უნდოდა რომ ბარსელონაში თამაშობ, რომ ბარსელონას ფანია. აი ბუცების სუნი. გასახდელი, ბიჭო, გასახდელი, გამაგარია. ნახე, ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. მოიცა აქ შემოდი რა ბუცების სუნი. ბუცები ხო გიყვარს? ბუცები მიყვარს, მივხედავ ბუცებს, მაგრამ ნახე რა ხდება. მაგრამ ეს ხა სავარჯიშო გასახდელი არის რა. ყოველდღე ახსენებენ ცხილში რა მდგომარეობა თავს. 34, 33, იქა, ნუ ბედი. აუთხეულიდან შორს არიან.
No champions. ამიტომ No, okay, no touch. Okay. No problem. Projection of the points. Okay. არა, ადგილები უნდა გამოჩვალა ახლა ბეტისის ატლეტიკოსთვის მე ამათთვის კარგი რაღაცა გაკეთება მიგო. არ უნდა ძმაო, რა ვქნა, ამიტომ დარჩებიან. ახლა უნდა თქო რომ შენ ამათკენ ხარ ძმაო და იგინი ეს შენი სერვილიას კი. აი ძალიან კარგი სუნი ტრიალებს აქ კიდევ ერთხელ. ტორპედოს ბაზა ძალიან მაგარია ახალი. ბატონ დავით მიმართავ კერესელიძეს მოგვიწვიეთ ტორპედოს ბაზაზე. თუ შეიძლება გთხოვთ. მე გადამიღი მაგას კი ნუ ბატონო დავით დიდი სიამოვნებაა ჩვენ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები ვართ. პირადად მე ძალიან მიყვარს და მომწონს იონიოსენი და არ დავუშვათ ძალიან ხავთ. ჩვენ გავიდეთ კონფერენც ლიგაზე. ანუ ეს ადამიანი ბეტის ვიცე-პრეზიდენტია, ვისთან ერთადაც ახლა ჩვენ ტური გქონდა ბაზის, სავარჯიშო ბაზის. ბაზისაც ვიტყვი ახლა და ჩვენ ახლა სადაც ხედავთ, აი აქ ზუსტად ამ ადგილზე ჭამს ეიწყალი მომიტანე. ხო, ბეტისის მთავარი გუნდი და ეს ადამიანი სადაც ესე გაგვიმასწრებს და კარგი ყავით და ცივი წყლით და უცებ წარმოვიდგინე საქართველოში რო ყოფილიყო და ჭამე ბაჟე ბიჭი თუ არა ვაფშე რა თმინდი ხარ კანადა დააყოლე ყანწი ციცკაცული ყავი ანუ ხო და დილით ხუჩუსთან ხარჩოვდი მომენტი როდესაც პაპში ხარ და სრული კომფორტი გაქვს იმისთვის რომ ფორმულა 1-ის გადამწყვეტ უყურო ძალიან დიდი ეკრანიც ყველაფერი ირგვლივ სულ ეკრანებია მაგრამ რა თქმა უნდა მიჩვეული ხარ იმას რომ ნიაკო ბოდიში კადრში გამოჩენისთვის მიჩვეული ხარ იმას რომ ლევან ლიო მიმინოშვილისა და პაატა პაპიაშვილის გენიალური კომენტირებით უნდა ნახო ფორმულა 1-ის ყველა ივენთი. სუპროკაივიძიო იგრევე პირველი უკმა შეჭამა და იგრევე ტუალეტში დაფსოვა. აბსოლუტურად. ხოიც, სიმსივეს პაროდია რომ გავიგე. საყვარელი საქმის კეთების მუღამს გავა. არა, ის ხმა. შემდეგ! არა, ბიჭო, შემდეგ! აი ესე ყვირი, შეჭება, ანუ აი რა. აქ სევილიას გავუმეტეს, ჩვენ გძავდით. ხო, და აქვე დავსწრე რომ სულთინად საისრება და კათედრალს ნახავს. I'm really amazed for the city of Seville. Yeah, the city was. Yesterday we were on the match against Barcelona. Yeah. Yesterday was good the game, no? La Cartuja is a great stadium. It's amazing. It's a very big stadium and now it's very good. Okay. Yes. Oh. მე არა მაქვს. Sevilla's captain the captain of Sevilla. Hola, captain de Sevilla. Hola, captain de Sevilla. I remember that you played many times against the great Barcelona team. Yeah. Your position was a right defender, as I remember. What was the feeling when you played against Neymar, Lionel Messi, Andres Iniesta, and the guys like this? Was difficult. Was it difficult? Was difficult, yes. Okay, the crown of your career probably is 2 goals against Liverpool. What does this feel? How Means for you. Your feelings about this? Yeah, my feeling was About 2 goals. when I scored the second goal. I watched on the screen? On the screen, 1-3, 2 goals of Koke, and I say, "No, it's impossible. We will lose. We will lose the game." იცი რა მინდა რომ გავაკეთოთ? ის 4 კრიტერიუმი და შევაფასოთ სევილია ბარი. ლოკაცია ჭამასმა, სტადიონი და ატმოსფერო და თამაში. სტადიონი 9:30 არის. ლოკაციით რო დაიწყო რომ ამონათებაში ჩავსვათ სწორად შეიძლება? ჭამასმა არის 9. ჩემთვის. ლოკაციით არა, 8, მოდი 8 დაუწე. დაიწყე ლოკაციით, ქალაქი სევილია შეაფასე. ქალაქი სევილია 10 ქულიდან. 7.5. თამაში. ეგეთი კომფორტი. ბეტისი ბარსელონა. 10. ამ ხვალ რა დიდებული დღეა, პროსტა არამეჯერა ვაფშე. კიდევ სამაში? ანუ იმიტომ კი არა, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მივდივარ. რაკამდე გეთქვა, სანამ ჩავიდები. გაანალიზება სახტენ იმის რომ შენ წმინდა კატალონიელები ლაპორტა ეს აღების საზოგადოება და აუ ხავ შენი ყალეთიცი. ეს კევის ჭრიალი იქნება, ანუ სება ხო გადამდე? ტრიფერი ხო გადამდე? იმი გადამხელია. იმედია გაყალევ. საუბრობ იმაზე რომ ხვალ
კატალონიელებთან, წმინდა კატალონიელებთან ერთად ბარსელონას მით და შენთან. აი ეს მადრიდისტაა და ამისთვის ნეიტივ კატალონიელები და ჩვენ ვიქნებით თამაშს. ეგეთი რამე. ხვალ აბსოლუტურად ჩემი თილისმა გავისმა იკავათხოვი და ჩაიცმევს. ეჩემა, ჩემზე მეტი თილისმა ვინ აღავს? სადაც ფეხი დავადგი ბარსელონასთან. ეგ უეჭველი. 7-0, არა, მე მიუმართავ ბარსელონას მენეჯმენტს, კატყულერი გაუქმდეს, არანაირი კატყულერი. და კატდავითი გავაკეთე. კატდავითი შემოვიდეს. კატდავითი რო შემოაგორონ კამპნოუზე. და ასე არა, ჰაბანას რომ მოძრაობებს რო გააკეთე. კატდავითი რო ამას აკეთებს კამპნოუზე შეიძლება. ხო. ლამინი ამას რო ესარმება ტუნელიდან რო გამოდიოდა. ჩემი საყვარელი გასართობია. მეგობრებო. ამის კილია რომ ყველა სპორტსმენს აკეთებს. უცბად სპონტანური ფედერერი გამიკეთე? რა გალანტური ერთსა. ნოვისკი გამიკეთე გეხმარები. ჩემი აზრით. კაი. ეხა ვინ ვიო? ზიდანს აკეთებ. კობი გააკეთოს, კობი ცხონებული, კობი. არა, დიურანს აკეთებ ძალიან მაგრა. კეიდი? ჯარიმა შეგორესვის? არა. ჟოკიმ ნუას პაროდია არის უფრო მაგარი. ჯერ კეიდი ჯარიმა. ნუა გააკეთე, ნუა. ჟოკიმ ნუა ერთ-ერთი. ჩემი საყვარელი გასართობია, ბიჭო, ეს არის ჩემი საყვარელი გასართობი. ბრავო. ბიჭო, ის მინდა. ბრავო, დავით. და ერთ-ერთი დავაგვირგვინო. შენი კოლეგის და მეგობრის პაროდია მინდა. აი ეს იქნება 30 არა, ხალხო, რა დიდებულ პაროდიას გიმალავთ. მაგრამ აი არა უშო. მე არ დაგიმალავთ პაროდიას. ალბათ მოვიყვანთ და მაგასთან მე არ დაგიმალავთ პაროდიას. ასე მოვიყვანეთ აფსონას სამსახურში კაცო და ესე დამიჯდა იქა და ესე დამიწყო და ესე დეგენერატი. მიყავდა ორი რეპორტაჟი პარალელურად. ხელბურთი მიყავდა. ჭეჭემა. არა, გამოდი გასა. არა, იყო? არა, ამაში დეგენერატი და წახვედი იმაზე. იყო ახუჭელი ფუტბოლისტი. ეს გვარდიოლა მიატოვა კაცო, სოლა მიატოვა და დარჩა მან თუ ეს დეგენერატი თუ აგერ და უყურებს ეს. სოლოდაკში რო ეს სახე. ლომებიანი სახლი ბევრად უფრო კაცი ცოტა მოვლაში მოვიკოჭრე თუ არა ბევრად უფრო თესლი არის ვიდრე რა ქვია მას კასაბადლეოზე უკეთ კასარაცხას და ავიაკასები იცი ქუთაისში ქუჩა რომელ ქუჩაზეა ლომებიანი სახლი მაშინ გაუშვიმე თამარ მეფეზე შეჩემა ლომებიანი სახლი არის კიდე ყოფილა ჯე არ უღია ჯე არა ახლა სიმონ არა ესეთი არაფერი მამა არა ისე ქონდა ნეტა თავში ტვინ რომ მოიბი ხაფხა ფოტო გადამ მეუღლე უხმოს ჩავე მეტი ემუშავე დაღალი გაუკეთე ემუშავე შენ ემუშავე არ მისცე უფლება თვითონ გემუშავე ილია შენ ემუშავე ილია ვიდეო არა ტელეფონი აუთხარი გეიგონებს საკანა ჩვენ შემოვედით ძალიან ცნობილ და ლეგენდარულ მონე პრანჭვა და ეგ და შემოვედით და მინდა ბიჭო ამიკეთე აგე შემოვარდით ბიჭები სიმონ აგე რუცებ პატარა სიმონ შედა და აგერ გამოვია აცხა ფრანგული ზაბე გალოკა და შემემიტო ფრიო და ულემიტო სახან სიმონ ქუთაისელი აი Ali 4 წელს მერე კამპანია Ali მადრიდის რეალის პანიკა მადრიდისტას იხოდე აბა ჩავარტყით მაო ჩემი ძმა ხარ და აბსოლ რა ემოციებში ანუ რას ყველაფერი მითხარი რაც გზნობი ბიჭო რავი ანუ პირველად მიდიხარ ჯერ ერთი ბარსელონას ლიგის თამაში მე მივდივარ ლიგისგან ბარსას საშინაო თამაში მივდივარ პირველად ევეისად ხავს და ორჯერ მადრიდში და სევილიაში ხო და და ამბავი ხო ლაკარტუხაზე ვიყავ მაგრამ სხვა ამბავი არის ხალხმა ეხა არ ვიცი ვინც გვიყურებს ვისაც შემორჩა მოთმინება იმის და სპორტული ინტერესი ნახონ ეს სამი დეგენერატი რას აკეთებს ბარსელონაში
ვინც ისევ აქ არის, იმათ ვიტყვი რომ იმდენად მოულოდნელად და იმდენად მინიმალისტური შანსით მოვხვდით ამ თამაშს. მეცაც ვიტყვი რა. გულშემატკივართა შორის მე ერთს ვიტყვი. გიორგი ბარბაკაძე რა ხდება? ესე მინდა რომ თქვა. დავით გაბელაშვილს აზრი არ აქვს. სხვა რეჟიმშია, რა ვიცი. ერთი წამის სერიოზულობას ვამთხოვ ერთი წამში. ეს ერთადერთი გზა რომელმაც მივუყანა მინდა რომ აქიდან მადლობა ვთქვათ. სუხი არ გაგიტანოს ჩემი დედა. ანუ გზამ რომელმაც მივუყანა ამ თამაშზე მადლობას ვუხდით აქ. ბიჭო მე უნდა ამას ვერ ყვებით გვაპატიოს მაყურებელი. მე ვდებ პირობას რომ იმ ადამიანს ვინც რაღაც სასწაული მეთოდებით და ხელით იზრუნა იმაზე რომ ბარსელონას გამოეგზავნა ჩვენთვის მოწვევა და ისევ ყოფილიყავით მატჩზე. ანუ პირობა ვდებ რომ მადლობას გადავუხდი და მაგ მადლობას თქვენს გაგებინებთ. განახან იმიტომ რომ მადლობა საქვეყნოდ საჩვენებელი უნდა იყოს, არა. ჩემ სინდისთან რო ვიყო მართალი მადლობის მაგ ფორმას განახებ და მე მაგას მოუძებნი გპირდებით. ყველა აუცილებლად ჩვენ სამივე თბილისში არის ბარსელონას ოფიციალური ფან მაღაზია, ოფიციალური. ოღონდ ეგამბავი რამდენ მასშტაბურია რომ გაიაზროთ. სასტუმროს სტამბას გადასწრივ. ხო და ეგამბავი რამდენ მასშტაბურია რომ გაიაზროთ გეტყვით. კოსტავას 14-ის გადასწრივ, არ ვიცი რა ნომერი არის. ესპანეთის მე რა კოსტავას 21 ნომერი. ესპანეთის მაცადე შეჩემა 1-3. კაცადე შეჩემა. ესპანეთის საზღვრებს. კიდე რა თქო გასო? ესპანეთის საზღვრებს გარეთ არის ერთადერთი ოფიციალური სტორი ბარსას. ძველი ზვერად საუბარი. ერთადერთი. და ეგ მაღაზია არის თბილისში. და არის საოცრად კეთილი ჩვენ მივდივართ პატრიოტი და ნიჭიერი ხალხის შემოქმედება და მე ძალიან გამიხარდება რომ თქვენი ნებისმიერი ვიზიტი იქ კალმისტარით დაწყებული ნებისმიერი სუვენირის შეძენით დამთავრებული მოხმარდება ალბათ საქართველოს და მე მეორე რიგში ბარსელონას კამერამენი ამ წამს არის. ეს ტიპები ვინ არიან? ბიჭო, რატო არ მასტიან არაფერს? ბოზიშვილი ვინ? აზრი არ აქვს. ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს. არ მასტიან არაფერს, აზრი არ აქვს. Shout out. Shout out კი არა, ტობაკოს. Shout out ჩვენ ძმებს, 1000 და ბაბადანს. დავით ზაქარიაძეს მოგითხვა, იმიტომ რომ შეხარ ჩემი ძმა და საქართველოსთვის იმ საქმეს აკეთებ, რომელიც ჩვენ თოთა განმავლობაში ძალიან მაგრად დაგვიბრუნდება რა. შენ სადი კალათბურთის მეფე იყო ერდროს მაიკ ჯორდანი გამარჯვებების მომტანი წავიდა ნანა მიხდა წავიდა შენ წადი განჯავ არაუხო შენ წადი არაუხო შენ წადი აუ გაიწი ორი წამი გაიწიე შეჩე ორი წამი გაიწიე საკმარისია მიყვარს გამოდი ლეო ძალიან მიყვარს ლეო ხო იცი როგორ რაო დავით მადლობა ლეო ყველაფრისთვის მადლობა რომ სწორად არსებობ რა სახელი დავით გვარი გაბელაშვილი დაბადების ადგილი გრანვიაზე უნდა დაბადებულიყო თუმცა საფიჩხიაზე დაიბადა ცხოვრებისეული ტრავმა ლიონელ ანდრეს მესისგან მიღებული 26 გოლი ძალიან გამიადვილდა ცხოვრება შენი არსებობით და მინდა რომ შენაირი ერთი სამი კიდე დაიბადოს რა ლეო და ყველა ბარსაში ითამაშოს ყველა არგენტინაში ითამაშოს ლეო Robert Lewandowski man and the fourth one obviously and the fourth one on the Mount Rushmore much more better than Karim Benzema Abilita, va Vinicius, uno para Benzema. You are a fan of Real Madrid? That's so funny. Sometimes maybe good, sometimes maybe Real Madrid. არა, просто ხალხის მოძრაობას გადავიღე. იყო შეკადრიც, მამა. კაი, რას ფიქრობთ, აბა, კაი სტადიონზე ხართ? ეგრე შეჩემა ძმაკაცი ადამიანურად მილაპარაკი. მეგობარი, კომენტატორი არ მჭირდება. კაი სტადიონზე ხარ?
It's your first time on a Barca game? No, it's like maybe 8 or 9. Okay. Really? You are real cool man. Yes. You want to see something? Sure. You're taking a photo? Of Yeah, course. we're taking video. Of course, we want this. Of course. Of course. You see? Barcelona's logo მინდა გადაიღო. Mazar. Barcelona's logo მინდა გადაიღო. Everything. You see? Oh, Really? That's your daughter. this is my daughter. So they love Barcelona. Everyone Barca, everyone. Baldi. მიდი, იაბან შემიხედე. ამინ! Offside-ია. უნდას გუბლი მეგობრებო. დაკაშიმას სიმაღლე არის 159 სანტიმეტრი, მეგობრებო, ბოდიშვილი. ჩემი არა ჰოლივუდური და ბოლივუდური ხიმილით მოგესალმებით. ეხლა ვართ ბარსელონას თავის საფეხბურთო პაბში და სასწაულ ფეხბურთს უყურებთ. ძალიან კაი სანახაობაა ბერნაბეუზე. მესი. ინაღამ გოლი დავიჭირეთ ლაივში და კაცობრიობას ბოდის ვუხდი რომ ჟერემი დოკუ მესი შევადარე. ხალხო ბარსელონაში ფეხბურთი არ უყვართ. არა, ვაფშე სამყაროში არ უყვართ. ის არის რა კაი ნორმ ჭამა არის ფასტფუდური მოიცა რატო? დიდი რატო? ნორმ ჭამა არის ფასტფუდური ნორმ ლოდი არის არა, ეს ადეკვატური ფასებია. ბიჭო პაბორმოს და 4-ში უკეთესად ჭამ მე პირადად და უკეთესად სვამ ბოდიშვით აი всё, დასრულდა მოგზაურობა ბარსელონაში. დასრულდა ცხოვრება სულ ერთი ლამაზი წამია და ეს 6 დღეც საჯიბლი. რა ჯიბლი? სიტყვა გაგიჟდი შეჭება. რა ჯიბლი ბუშაჩი. კარგი ჩემი ჯიბლიბო თუ შეიძლება ნოიქნება ნახევის თემა არა, მართალი ხარ, ადროს ჯიბლიბოა, როცა შეფასება უნდა მივანიჭოთ ამ ქალაქს, ისე როგორც სევილიას. დანარჩენს დავითი გეტყვით თავის სქემაში. ქალაქი 9. იმიტომ რომ მადრიდი უკეთესი ქალაქია, პარიზი უკეთესი ქალაქია და სადაც ყოფილი ვარ ხარ, ლონდონიც ყველა ბევრი უკეთესი ქალაქია, თუმცა ესე ძალიან კარგია, ამიტომ 9. საჭმელს რაც შეეხება სევილიის დონის შეფასებას დავწერ და მე მგონი იქ 7.5 თუ 7, მოდი 7 იყოს. რაც შეეხება სტადიონს, ხო, სანამ მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, ახლა იმ შეფასებას ვერ დაწერ, რასაც დასრულებული რო იყოს, მაშინ დაწერდი. ამიტომ სტადიონს დავუწეროთ მოდი 7, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაშიც კი რა მდგომარეობაშიც იყო, მართლა საოცარია უბრალოდ. თამაშს ვაძლევ, რა ვიცი. ბევრი არაფერი. ეფსი რა. ბოლო ნაწილი ნიკოლოზ მეგობრებო მალე შეხვედრამდე Adios España. ვეცდებით თავი არ მოგალატროთ და თუ შეიძლება გვითხარით და დაგვიწერეთ რომელი ქვეყნისა და ქალაქის საფეხბურთო გასტრონომიული მოდური და ასე შემდეგ გამოცდილების ნახვას ისურვებდით. ჩვენ კომენტარებს გავითვალისწინებთ. თუ არ გავითვალისწინებთ, წავიკითხავთ მაინც მინიმუმ. Adios España, adios amigos. ნახვამდის დავით შევხვდებით ქუთაისში. ხო,